დღე 25. ყველა განსაცდელის მიზანი. ღმერთი მხოლოდ ერთი მიზნით უშვებს ქრისტიანის ცხოვრებაში განსაცდელს. ასწავლოს მასზე სრულად მინდობა. ჩვენ ვერასდროს ვისწავლით ღმერთის ნდობას, თუ არ მოგვეცემა მასზე მინდობის შესაძლებლობა. ის, რაც ადამიანისთვის სირთულეა, ღმერთისთვის შესაძლებლობაა. ამიტომ შეგვიძლია მადლი შევწიროთ ღმერთს ყველაფრისათვის, მათ შორის სირთულეებისთვისაც, რომლებიც ჩვენს სასიკეთოდ გვეწევა და განადიდებს ღმერთს. მადლიერნი იყავით ყველაფრისათვის, ვინაიდან ეს არის თქვენ მიმართ ღვთისნება ქრისტე იესოში. 1 თესალონიკელთა მე-5:18 მუხლი. ჩვენ კი ვიცით, რომ ღვთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველ მხრივ ეწევა სასიკეთოდ. რომაელთა მე-20 მუხლი. შემოქმედ სურს, რომ ყველა განსაცდელით, რომელსაც გადავლახავთ, რაიმე გავიგოთ მის შესახებ. ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ იესოს მეგობრის, ლაზარეს ავამტყოფობისა და სიკვდილის ისტორია. ლაზარეს დებმა, მართამ და მარიამმა იესოს მოუხმეს, რომ მოსულიყო და განეკურნა მათი ძმა. მაგრამ იესომ მოსვლა დააყოვნა. მართას და მარიამს შეიძლება ეფიქრათ, რომ იესოს არ აინტერესებდა უბედურება, რომელიც მათ ძმას დაატყდა თავს. მაგრამ ქრისტეს შეყოვნებას გარკვეული მიზანი ჰქონდა. მას სურდა ეჩვენებინა მათთვის, რომ ის არა მხოლოდ დიდებული მკურნალი, არამედ აღდგომა და სიცოცხლეც არის. უთხრა მას იესომ, მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, კიდეც რომ მოკვდეს იცოცხლებს. იოანეს მე-11:25 მუხლი. ღმერთს სურდა ესწავლებინა მარიამისა და მართასთვის, რომ მინდობოდნენ მას მტკიცე რწმენით, რომ ის იზრუნებს მათზე. ეს გაკვეთილი ჩვენც უნდა გავითავისოთ ყველა ჩვენს ცხოვრებისეულ განსაცდელში. რაც უფრო ადრე მივხვდებით ამას, მით უფრო მალე მოვიპოვებთ სიმშვიდეს. ხშირად შეიძლება გვეჩვენება, რომ ღმერთს არ ესმის ჩვენი და არ პასუხობს ჩვენს ლოცვებს, მაგრამ ეს ყველაფერი იმის გამო ხდება, რომ ჩვენ ვერ ვისწავლეთ მისი ნდობა. უფლისადმი ნდობა მხოლოდ მაშინ გაჩნდება, როცა უკეთ გავიცნობთ მას. ჩვენი შემოქმედი ხშირად იყენებს ფინანსურ და მატერიალურ გასაჭირს იმისთვის, რომ მასთან მჭიდრო ურთიერთობა დავამყაროთ. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ვიცნობ და ვენდობით ღმერთს, მაგრამ როდესაც სერიოზულ ფინანსურ კრიზისს გადავაწყდებით, აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი რწმენა არც თუ ისე ძლიერია. მაგალითად, მალაქიას წიგნში ღმერთი გვპირდება, რომ გვაკურთხებს, თუ დავუბრუნებთ მას მეათედსა და შესაწირავებს. ეს ერთადერთი მუხლია ბიბლიაში, სადაც ღმერთი მოგვიწოდებს, რომ გამოვცადოთ ის ამ საკითხში. ყოვლის შემძლემ იცის, რომ ფული ის სფეროა, სადაც ჩვენი რწმენა მარტივად შეიძლება შეირყას, თუ კი ვიფიქრებთ, რომ მეათედის დასაბრუნებლად საკმარისი თანხა არ გაგვაჩნია. ამიტომ უფალი გვაყენებს ისეთ ვითარებაში, სადაც გვეძლევა შესაძლებლობა, რომ გამოვცადოთ მისი ერთგულება. მას სურს, რომ მსგავს შემთხვევებში მის აღთქმებს მივენდოთ. თქვენ კი უწინარეს ღვთის სასუფეველი ეძიეთ და მისი სიმართლე და ეს ყოველივე შეგემატებათ. მათეს მე-6:23 მუხლი. პატივი მიაგე უფალ შენი ქონებიდან და მთელი შენი ჭირნახულის პირველ ნაყოფიდან და გაივსება შენი ბეღლები მოსავლით და მაჭარი შენი საწნახელიდან გადმოვა. იგავების მე-9 და მე-10 მუხლები. მიაქციეთ ყურადღება, რომ ამ მოწოდებაში პირველად ჩვენ უნდა მივაგოთ პატივი ღმერთს. ამის შემდეგ კი შეგვიძლია რწმენით მივენდოთ მის აღთქმას, რომ ის უზრუნველყოფს ყველაფრით, რაც გვჭირდება. სწორედ ამას გულისხმობდა იესო, როდესაც ამბობდა: უწინარეს ღვთის სასუფეველი ეძიეთ და ყველაფერი, რაც გვჭირდება, შეგვემატება. პირადი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ რიგ შემთხვევებში ღმერთი იქამდე არ გვიგზავნის შველას, სანამ არ დავემორჩილებით მის დარიგებებს. ის დაუშვებს განსაცდელს ჩვენ ცხოვრებაში, რომ ვისწავლოთ მასზე მინდობის მნიშვნელოვანი გაკვეთილი. გწამთ თუ არა ღმერთის სიტყვები? იცნობ თუ არა მას საკმარისად კარგად იმისთვის, რომ მიენდოთ მას ყველა ვითარებაში, მათ შორის ყველაზე რთულში. სწორედ ეს არის ჩვენი შემოქმედის მიზანი, როდესაც რთული პერიოდების გავლა გვიწევს. ჩვენ უნდა მივენდოთ მას და ეჭვიც კი არ უნდა შევიტანოთ იმაში, რომ საჭირო დროს მოვივლენს ხსნას. ისინი, ვინც მზად იქნებიან უფალთან შესახვედრად, საკუთარი გამოცდილებიდან გაიგებენ, რომ შეუძლიათ ენდობოდნენ ღმერთს. მათ ეცოდინებათ, რომ ყოვლის შემძლე დაიხსნის მათ, მაშინაც კი, თუ ერთი შეხედვით ყველაფერი მათ წინააღმდეგ იქნება. მტრები კი დაიწყებენ იმის მტკიცებას, რომ ღმერთმა მიატოვა ისინი. პირადი მსჯელობა და განხილვა.
რატომ დააყოვნა იესომ მოსვლა, როდესაც მართამ და მარიამმა მათი ძმის განკურნების თხოვნით მოუხმეს მას? რატომ უშვებს ღმერთი განსაცდელს თავისი შვილების ცხოვრებაში? როგორ სირთულეებს იყენებს ღმერთი ხშირად იმისთვის, რომ ასწავლოს თავის შვილებს მასზე მინდობა? როგორი დამოკიდებულება უნდა გქონდეთ ქრისტიანებს ნებისმიერი ვითარების მიმართ? როგორია პირადად თქვენი დამოკიდებულება? უნდა დავუბრუნოთ თუ არა ღმერთს მიათედი და შესაწირავები, როდესაც რთულ ფინანსურ მდგომარეობაში ვიმყოფებით. წაიკითხეთ რიცხვთა 23 თავის 19 მუხლი. ცრუობს თუ არა ღმერთი? როგორ განამტკიცებს ეს მუხლი ჩვენს რწმენას? ლოცვითი დავალება. მიმართეთ თქვენს ლოცვით მეწყვილეს და ერთად განიხილეთ დღის თემა. ერთად ილოცეთ, რომ ღმერთმა მოგნათლოთ სულიწმინდით, რომ ღმერთმა აგაღორძინოთ თქვენ და თავისი ეკლესია, რომ ღმერთი დაგეხმაროთ მიენდოთ მას ყველა ვითარებაში, რომ ღმერთი დაგეხმაროთ ყველა განსაცდელის გადალახვაში, მადლობა გადაუხადეთ მას წარსულში ხელმძღვანელობისთვისაც და ილოცეთ ადამიანებისთვის თქვენი სამლოცველო სიიდან.